როგში გითხარით როგორ არის მზია, როგორ გამოიყურება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რისი თქმა შეგიძლიათ თავად რა თქვა ამ თემაზე, როგორ გრძნობს თავს? მოგესალმებით. მე დღეს შევხვდი მზიამაღლობელს და მინდა გითხრათ, რომ ვიზუალური, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით გამოიყურება ნორმალურად, გადაადგილდება დამოუკიდებლად, არის ადეკვატური. შეუძლია კითხვებზე პასუხი და საუბარში ცხადია კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოწვლა ჩვენ გქონდა როგორც მის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგად საკითხებზე და ამ თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ცხადია მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხეთ იმ სამედიცინო მდგომარეობაზე, რომელიც ახლა ვითარდება მის ორგანიზმში, ვინაიდან მე-16 დღეა შიმშილობს და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექიმებთან მქონდა გარკვეული სახის კონსულტაცია და არსებობს შესაძლებლობა და დასაშვები ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შიმშილობა მის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები და ეს იყოს უფრო ნეგატიური, ვიდრე შეიძლება იყოს გუშინ არის დღეს ან იქნება ხვალ, ვინაიდან ეს ყოველწუთიერად შეიძლება გართულდეს და დამძიმდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დამაკმაყოფილებელი. გიორგი მზია ამბობს, რომ ის არ შიმშილობს შეღავათისთვის, ის შიმშილობს, რადგან აპროტესტებს უსამართლობას. ალბათ მოისმინა ძალიან ბევრი მისი მეგობრის თხოვნა, მათ შორის შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. არის რაიმე ფაქტორი, რაზეც არის დამოკიდებული, რა შემთხვევაში შეიძლება შეწყვიტოს მზიამ შიმშილობა? დღეს გქონდათ ამ თემაზეც საუბარი? ჩემი შეხვედრის ერთი ნაწილი შეეხებოდა სწორედ იმ ასე ვთქვათ განაპირებს, რომელიც მე თხოვეს რომ გადამეწვა მისთვის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა. რა თქმა უნდა, ადვოკატებსაც გვაქვს ჩვენ მოსაზრება ამ ნაწილში, რომ შიმშილობა არ არის ეფექტური იმ ბრძოლისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც ასე ვთქვათ ამ ეტაპისთვის არის საჭირო. მიუხედავად ამისა, მზია ამაღლობლების განმარტება, მოსაზრებაც და გადაწყვეტილებაც არის პრინციპული და ითხოვა, რომ ამ საკითხზე აღარ ყოფილიყო კომუნიკაცია და ითხოვა, რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის მისი გზა ბრძოლის იმ პროცესების მიმართ, რომელიც ზოგადად ვითარდება ქვეყანაში და ეს მაინც და მაინც არ უკავშირდება მის სისხლის სამართლის საქმეს და თulis რომ სისხლის სამართლის საქმე არის ერთი გამოხატულება ამ პროცესში და ზოგადი ასე ვთქვათ პროტესტია მისი ამ ყველაფრის მიმართ და შესაბამისად ჩემი დაკვირვებით და რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილებით ახლა მე რასაც მქონდა საუბარი ის ამ შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ სანამ მას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს. ბატონ გიორგი, რა პირობებით სარგებლობს, თქვათ თუ აქვს მაგალითად გასეირნების უფლება ამ თემასთან დაკავშირებით არის თუ არა შენიშვნები მისი მხრიდან, თქვენი მხრიდან, სამედიცინო მონიტორინგი, მეთვალყურეობა რამდენად უწყვეტია? შეგიძლიათ ამ კითხვაზე გვიპასუხოთ? გაქვთ საკმარისი ინფორმაცია? ეს ასე ვთქვათ კი ბატონო, დღეს ასე ვთქვათ შეხვედრის დროს სრულად გავიარე ყველა საკითხი და ასე ვთქვათ ძირითადად არ სარგებლობს ასე ვთქვათ სეირნობის უფლებით, იმყოფება საკანში, არის სამუშაო რეჟიმში, არის ასე ვთქვათ იმ საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც არის მისი ასე ვთქვათ ორგანიზაციაში, ფიქრობს, სახავს გეგმას, იწერს საქმესთან დაკავშირებით, იქნება თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე, წერს წერილებს იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ბედით არიან დაინტერესებულნი. და რაც შეეხება პრეტენზიას ადმინისტრაციასთან მიმართებით, როგორც მან მითხრა, დღეს მას ჰქონდა ციხის ადმინისტრაციასთან ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია და მისი მხრიდან პრეტენზია მათთან დაკავშირებით, მათ ასე ვთქვათ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, არ აქვს პრეტენზია. ძირითადად ის ითხოვს ძირითადი პრობლემა ხა დღესაც დაფიქსირდა მისი მხრიდან და ითქვა და გაჟღერდა, რომ ტელევიზორით რომელთაც სარგებლობს ვერ ახერხებს ყველა მედია საშუალების ყურებას დღეს საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების და როგორც ამ საკითხზე მან ეს პრეტენზია დასვა და ითხოვა ამ საკითხის გადაწყვეტა და დაპირდნა ეს პრობლემაც მოგვარდება. სხვა მხრივ ესე ვთქვათ სამედიცინო მონიტორინგი ხორციელდება როგორც არის პროტოკოლით გაწერილი, არის ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეულწილად ეს დისკომფორტი არის მისთვის
ვინაიდან ეს მეთვალყურეობა მისთვის არ არის ასე ვთქვათ ბუნებრივი პროცესი, მიუხედავად ამისა, ამ საკითხის მიმართაც გაგებით ეკიდება და შესაბამისად ამ ასე ვთქვათ შიმშილობის პროცესში იღებს მხოლოდ წყალს, არ იღებს არავითარ ასე ვთქვათ ვიტამინებს ან დანამატებს, რაც შესაძლებელია ასე დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებითაც მისი პოზიცია არ ეურყევი, რომ ის არ აპირებს რაიმე ტიპის დანამატებით ან სხვა დიდი მადლობა. მინერალური კი, არ იღებს სხვა დანამატებს ამას ასრულებდით, ამის თქმა გინდოდათ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.